კაიროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ქიმიკატების მოხმარებისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა პროექტის რესურს-ეფექტური და სუფთა წარმოების ფარგლებში შედგა. პროექტი გლობალური დათბობის წინააღმდეგ გამიმართული და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს როგორც ტრენინგების სერიას, ასევე რეკომენდაციების შემუშავებას კომპანიებისთვის. ერთი ნაწილი ამ პროექტის მოიცავს ცნობიერების სასამაღლებელი ტრენინგების ჩატარებას, ისეთ საკითხებს როგორიცაა რესურს-ეფექტურობა, მასალების დაზოგვა და ყოველივეს რა გარემოს დაცვითი ეფექტის მომტანი იქნება და ეკონომიკური ეფექტის მომტანი ამ კომპანიებისთვის. წერება ეგრეთ წოდებული სამოქმედო გეგმები, სადაც ჩაწერილი იქნება ის რეკომენდაციები, როგორ შეიძლება თქვათ დაიზოგოს ენერგია, რესურსები. დიდი სხვაობა არ არის რეგიონებს შორის დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, თუმცა ქუთაისში და იმერეთის რეგიონში უფრო უკეთესი მდგომარეობა დაგხვდა. პირველი ალბათ უფრო ეს ენერგოეფექტური ღონისძიებები არის, რაც შევთავაზებთ კომპანიებს რომ განახორციელონ. მეწარმეებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემატურ საკითხებს ძალიან სერიოზულად და პრაქტიკულად ვდგებიან და მე ორჯერ იყო ჩემთან შემოსული უკვე ბატონი ნიკა და ვისაუბრეთ იქ განვიხილეთ ყველა წვრილმანები, რაც კი წარმოებასთან აქვს დაკავშირებული და დავინახე ის გზები, რომელზეც ესენი ხედავენ და რომელიც სასიკეთო შედეგებს მომცემს მე და უკვე მომცა კიდეც გარკვეული რაღაცები გავითვალისწინე. და მომავალში ვფიქრობ, რომ ალბათ მეტი რაღაც გაკეთდება ისეთ ორგანიზებები, რომელიც უფრო მეტ შედეგს მოიტანს.